არასწორად დასხმული სარინის გამო მთელი სახლი კედლები დამპალია. წყალი შედიოდა, მოვანგრიეთ. ესე შედიოდა, ფუღუროები აქ გაკეთებული. მოვანგრიეთ, ახლა გავთხრით ტრაქტორით 1 მეტრაზე, ნახავთ სხვა მიზეზი. ეს გარშემო გავთხარეთ, სახლის გარშემო. ჩავედით საძირკვლის ძირამდე. ძველი საძირკველია, ქვა და ბეტონი. გაუკეთდება ბეტონის კედელი გარშემო, წყალგაუმტარი ბეტონით. შემდეგ ჰიდროიზოლაცია, შემდეგ თიხა ჩაიყრება, შემდეგ სარინი. მეტი ამის საშველი არ არის, თუ დაბლიდან არ იწოს ეშველება. გუშინ სულ შემთხვევით ვიპოვეთ თავარი პრობლემა. ვიცოდით რომ მეზობელთან პრობლემა იყო, მაღლა აქ დაწეული ეზო საკმაოდ და წყალი ზევოდა გადმოდიოდა, მაგრამ ბეტონის ფილამდე ეტყობა შეგონია საკმაოდ მაღლა ბევრი დაყრილი და გუშინ მანქანა გარეცხის. მთელი წყალი აი ამ დონიდან შემოვიდა. გამოიდგინეთ რა იქნება წვიმის დროს. წყლის მისხმა ამაზე არ გამოვა. გარეცხვა კედლის. ასე რომ პარკი ჩაუფინეთ, შემდეგ არმირება გაუკეთდება და ბეტონი ჩაესხმა. კედელი ჩავასხით. არ გაგვიმართლა ორი დღე წვიმა გვაქვს. ჟოლოპებს მაღლა გადავიტანთ, რომ ჟოლოპებიდან წყალი შიგნით არ ჩადიოდეს. კედლის გაშრობას ერთი კვირა მაინც უნდა რომ ჰიდროიზოლაცია გაუკეთოთ. კარგად უნდა გამოშრეს. ჰიდროიზოლაცია გაკეთდა. ნაწილი მიწა ჩაიყარავთ კეპნით. გაყვანილობისთვის ვამზადებთ. სარინელს ვასხავთ. ორხრივ დაცერავებას ვუკეთებთ იქიდანაც და ესეც დაცერავება ექნება. ნახოთ რა გამოგვია. სუფთავებთ ეზოს და მივდივართ. ობე მზად არის, კუდები დაფარებულია. ნავესი გაკეთებულია. ჰიდროიზოლაცია და სარინელიც დავამთავრეთ.